მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასაუბრებელს მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოს 3 ურთიერთობის სიტუაცია, ნახოთ რა სიტუაციაა და როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა უახლოესი პერიოდი, ხო? უახლოესი პერიოდი ვისთვის როგორ 1-დან 3 თვემდე ძალიან ისეთი დიდი მასშტაბით მოაერჩევთ დროს, ესე რომ ვთქვათ. და ვნახოთ 3 ვარიანტი, 3 სიტუაცია და როგორ განვითარდება ეს სიტუაციები, ხო? არ ვიცი ხა ვინ მოვა სასაუბროთ იმის მიხედვით. მოდით პირველი ვარიანტი რომ გაგვიადგილდეს იყოს ყვითელი სანთელი. მეორე ვარიანტი იყოს იასამნისფერი სანთელი და მესამე იყოს ლურჯი სანთელი. მოგონი ჩანს, კარგად. და ჩემს სამუშაო დასტაზე გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ეს სამუშაოთ, ვაი, გაიქცა ვიღაცა აშკარად. ერთ-ერთი სიტუაცია როგორც ჩანს ცოტა რთული მდგომარეობა არის. არა უშავს. ყველაფერზე შეიძლება გამოსავლის მოძებნა. ხო, იმას ვამბობდი, რომ ძალიან მიყვარს ამ დასტით მუშაობა, ეტყობა კიდევაც ნამუშევარი. პირად კონსულტაციებთან მიმართებაში არ ვიცი, რატომღაც ძალიან კარგად მაწვდის ყველა ინფორმაციას, რაც შეიძლება რომ მივიღო და გაგიზიაროთ, ისე რომ ვეცდები, რომ დღეს ამ დასტით ვიმუშაოთ თქვენთვის 3 სიტუაცია და 3 პერსპექტივა განვითარების ამ ურთიერთობების, ხო? პირველი ვარიანტი ყვითელი სანთელი, მეორე ვარიანტი იასამნისფერი და მესამე ვარიანტი ლურჯი სანთელი. თქვენ აირჩიეთ რომელი სანთელიც გენებოთ. ან უბრალოდ შეგიძლიათ მოусმინოთ 3-ვეს და სადაც დაინახოთ და იპოვეთ თქვენს თავს, ანუ საწყისში, ხო, სიტუაციურად ან ენერგეტიკულად, ესე იგი ის არის თქვენი ვარიანტი. ხანდახან არის რომ ცდება თქვენი ინტუიციაც ხომ ესე არჩევით. მე მგონი ამორჩიეთ უკვე. მე გადავდებ მესამე და მეორე ვარიანტს და პირველი ვარიანტით. დავიწყოთ ყვითელი სანთლით. ვნახოთ რა სიტუაცია არის და როგორ განვითარდება ეს სიტუაცია, ხო? ვნახოთ რა სიტუაცია არის დღესდღეობით. ესე იგი, რაღაცა ეს ურთიერთობა ცოტა პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ აშკარად კარმული ურთიერთობა არის. ეს კარმული ურთიერთობა არ არის მაინდა-მაინც ის, რომ ერთმანეთთან უნდა იყოდან ან ძალიან დაკავშირებულები, ან რაღაცა შეიძლება სასწაულოდაც იყოს ურთიერთობა, თუმცა არ ვიცი, რატომღაც მომდის ეს ინფორმაცია, რომ აქ თითქოს ადამიანები აქვთ რაღაც უხილავი კავშირი, რომელიც რო იტყვიან ამოუცნობი მდგომარეობა არის. აქ როგორი მომენტი არის, იცით, სიტუაცია, როდესაც ურთიერთობა, როდესაც რაღაც უნდა განთავისუფდეს მარწუხებიდან, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც გადაუწყვეტელი მდგომარეობა შეიძლება იყოს ურთიერთობაში, რომელიც არ აძლევს პარტნიორებს ერთად ყოფნის საშუალებას, რაღაცა მაინდა-მაინც მესამე ფაქტორებს, ავიღებთ, რომ ოჯახი ყავდეს და მეუღლე ყავდეს, არის ისეთი, შეიძლება ითქვას, რომ აქ იყოს, თქვათ, ადამიანის ხასიათებიდან გამომდინარე, თქვათ, ძალიან უჭირს თავისუფლების დათმობა, ხო? ან უჭირს რაღაცა პასუხისმგებლობების აღება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, რომ აი რაღაც უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ რაღაცა დაიწყოს. ცოტა ეგოისტური მომენტებიც შეიძლება იყოს ურთიერთობაში, რა მხრივ იცით, რომ ნახეთ, ადამიანი თუ კი რაღაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო მარტო, აქვს იცით როგორი განცდა, რომ აი როგორ დაარღვიეთ მისი სიმშვიდე თქვენ, ხო, როგორ დაარღვიეთ მისი ხაზები და როგორ შეხვედით მის ცხოვრებაში რაღაც ისე მარტივად, ხო? თუმცა თქვენს ურთიერთობაში ახლა აი არის სიტუაცია, როდესაც მე ვერ ვიტყვი, რომ აქ დასრულებული ურთიერთობა არის, არა, დასრულებული ურთიერთობა არ არის. პირველი ვარიანტი ეს არის ურთიერთობა, სადაც უნდა დასრულდეს
კონკრეტული მდგომარეობა, კონკრეტული სიტუაცია და რაღაცა განახლების მდგომარეობა მივცეთ ურთიერთობას, ხო? ანუ თქვათ, გავიცანით, მოგვეწონა ერთმანეთი, შევუყვარდა ერთმანეთი და ეხლა სად მივდივართ, ხო? რაღაცა ეს მომენტი შეიძლება ითქვას, რომ არის. კარგი, კიდე რა ხდება მაინც, კიდე დავამატებ. ხო, ანუ აქ არის ისეთ როგორ მომენტი, მე ვერ ვიტყვი, რომ აქ არის ურთიერთობა მოქმედი, უბრალოდ შეიძლება ითქვას პარტნიორი თავს იცავს, ოღონდ თავს იცავს, ნახეთ რა მომენტი არის, თავს იცავს ისე არ ნიშნავს იმას, რომ თქვენგან გარიდება უნდა, ხო? ან რაღაცა მსგავსი მომენტი. არა. აქ თითქოს ადამიანი თავს იცავს იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ იმდენად მარტივად შეხვედით ამ ადამიანის ცხოვრებაში და იმდენად მარტივად შეცვალეთ ამ ადამიანის ცხოვრება. ნახეთ, თუ იყო ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანი შეიძლება არც კი აქცევდა ყურადღებას პარტნიორის აზრს, ხო? ანუ რაღაც მოусმენდა, თავს დაუქნევდა და გააკეთებდა იმას, რაც თვითონ უნდოდა. აი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ითვალისწინებს თქვენს აზრს, თქვათ, ხო? ითვალისწინებს რაღაც მომენტში თქვენს შეხედულებებს, ხო? რაღაც სიტუაციურად არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ. აქ თქვენს ურთიერთობაში რატომღაც იცით როგორი მომენტია, რომ აი შეიძლება ითქვას ორივე მხარისთვის არის როგორი განცდა ურთიერთობის ისეთ, როდესაც მეც და ანუ პარტნიორი ორივე მხარე როგორ თქვა, იცით, იმდენ ნიშნებს ხედავთ ურთიერთობაში ერთმანეთთან, რომ უკვე თქვენც რო გიყვით, რომ რაღაც თლად ჩვენი ურთიერთობა არა, მე მგონი სხვა აკონტროლებს ამ ჩვენს ურთიერთობას, ხვდებით? აი, რაღაც იმდენი ნიუანსია ისეთი, რომელიც მისთვისაც და თქვენთვისაც ცოტა უცხო არის, შეიძლება ითქვას, ცოტა თვალისთვის აღუქმელი არის, ესე რომ ვთქვათ, რომ გააქვთ ეს განცდა, რომ აი რატო თქვათ, რატო ვითვალისწინებ ესე ძალიან ამ ადამიანის აზრს, ხო? რატო ვითვალისწინებ თქვათ ამ ადამიანის სიტყვას, ან რატო ვარ ვალდებული, რომ თქვათ, სადღაცა რომ გავდივარ, ჩავაბარო, სად მივდივარ, სად მოვდივარ, იმიტომ რომ თქვათ არ არის მეუღლე, არ არის რაღაც ისეთი ოფიციალური ფორმა და რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს. აი რაღაცა ეს მომენტები აქ არის. კარგი, ძალიან საინტერესო ურთიერთობა და თან იცით რა არის, აი როგორი შეგრძნება მოდის, იცით რომ აქ ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა თითქოს ერთმანეთისგან თავს იცავთ, თავს კი არ იცავთ, უფრო მეტად აი ვცდილობთ, რომ ცოტა დისტანცირების მდგომარეობა რა კუთხით, იცით? აი სხვადასხვა კუთხით შეხედოთ სიტუაციებს თქვენს ურთიერთობას, მაგრამ ვიტყოდი, რომ აქ აი ორ ადამიანს შორის არის როგორი კავშირი, იცით, აი გახედა პასუხი მიიღო, ანუ სიტყვის ლაპარაკი რო არ სჭირდება, ხვდებით ურთიერთობას, რომ აი ესე კი არ უნდა გაგიკეთებინა, ან ისე კი არ უნდა გაგიკეთებინა, არა, აი უბრალოდ შეხედა, გაიგო, დაეთანხმა, ან უარი უთხრა, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის. კარგით, ნახოთ აბა თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდება. ნახოთ, როგორ განვითარდება. აჰაჰა. იცით რა არის, ნახეთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ნუ აი მესამე ფაქტორების მდგომარეობა
ცოტა ისეთი მომენტი აქ აშკარად ძალიან მინდოდა რომ ავწდენილიყავი რაღაცა სამკუთხედი მდგომარეობა მაინც არის იცით და ოღონდ რახეთ როგორი მომენტი არის მე აქ სამკუთხედ სიტუაციას უფრო ვფიქრობ რომ ოჯახის ანუ მშობლების მხარე არის ან დედის ფაქტორი არის თითქოს აქ უფრო მეტად. როგორ განვითარდება ურთიერთობას მე გეტყვით რომ აქ ემოციური ურთიერთობა გაგრძელდება პირიქით მუშაობა იქნება ურთიერთობაზე რომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავიდეს და აქ იქნება რაღაც მომენტი, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ რომ აქ ურთიერთობაში იქნება ჩარევის მდგომარეობა, სადაც მე ესე ვიტყოდი რომ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ არ აყვეთ ემოციებს, ჩართოთ გონება და უფრო მეტად მიმართო, ანუ ნახეთ დააბალანსოთ თქვენ კი არ ვთქვათ რაღაცას თუ ვერ წყვიტავს ეს ადამიანი და რაღაც შიშის მომენტი აქვს ან რაღაც ერიდება მდგომარეობა სხვა იმიტომ აქ ნახეთ გითხარით თავიდან რომ აქ რაღაცა გადაუწყვეთ რაღაცას უნდა დასრულდეს და რაღაცა უნდა გადაწყდეს თქვენს ურთიერთობაში და აქ თუ ადამიანი რაღაცნაირად იკავებს თავს მე გეტყვით რომ აქ შეიძლება ითქვას რომ ადამიანს ცოტა დრო შეიძლება დასჭირდეს და ამიტომ ცოტა უფრო ყურადღებით და ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ამ ადამიანის განცდებსაც, ხო? ანუ თუ თქვენ უწყვეტავთ, ნახეთ, უწყვეტავთ ცოტა ის მომენტი, თუ თქვენ მოითხოვთ უკვე რომ რაღაცა გაგარკვიოთ, სად მიყავს ურთიერთობა, ხო? აქ ადამიანს სჭირდება ჯერ რაღაცა სხვა ფლანგზე დაალაგება სიტუაციების. ამიტომ ცოტა დროში გაწელილი მდგომარეობა, თუმცა მე ვიტყვი რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი ემოციები აქვს, ძალიან დიდი ვნება აქვს თქვენს მიმართ. მიჯაჭვულობად შეიძლება დავარქვათ ამ ყველაფერს, ხო? ადამიანს როგორი მომენტი აქვს იცით რომ არჩევანის წინაშე კი დგას, მაგრამ შინაგანად მას არჩეული აქვს უკვე რა უნდა ხვდებით? მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტე და თქვათ არ უთქვია თქვენთვის პასუხი ან ისე ან ესე ან ეს გავაკეთოთ ან ერთად ესე ვქნათ ან რაღაცა შეიძლება ვქნათ, ხო? ურთიერთობა გადავიყენოთ სხვა ფაქტორში. აქ მე გეტყვით რომ პირველ ვარიანტის წარმომადგენლებს გექნებათ ოჯახი, თუ კონკრეტულად ახლა მესამე პირი მაინდა-მაინც მეუღლე არ არის, თუ მეუღლე არის აქ ჩარეული და ეს მომენტი არის ვიღაცისთვის გეტყვით რომ ურთიერთობა გაგრძელდება და ყველანაირად ეცდება რომ არ გაგრძნობინოთ არაფერის დანაკლისი ამ ადამიანმა და მაქსიმალურად ჩადოს ურთიერთობაში ყველა რესურსი, მაგრამ თუ აქ არის კონკრეტულად დედის ფაქტორი ან რაღაცა მსგავსი ოჯახური მდგომარეობის ფაქტორი, აქ ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთან ყოფნის და ეცდება დააბალანსოს იქ, ან დააბალანსოს რა კუთხით იცით? მე ვერ გეტყვით რომ თქვენ არ შეგეხებათ ეს სიტუაცია და არ გექნებათ ის მომენტი რომ არ მოგიწევთ შეჯახება ამ ყველაფერთან, მოგიწევთ თქვენ შეჯახება, ყველა ვარიანტში მოგიწევთ, მაგრამ მარტივად გადასალახი მდგომარეობა იქნება. როგორ განვითარდება უახლოეს პერიოდში? ხო, ანუ აქ კიდევ ერთხელ გავუნებით ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი განცდა თქვენთან, აი თქვენთან აშკარად ეს ადამიანი გრძნობს თავს ბედნიერად, გრძნობს თავს მშვიდად, მაგრამ აქ აი თქვენსა და ოჯახს შორის არის ესე ვთქვათ არჩევანი გასაკეთებელი. თქვენსა და ნუ ოჯახს შორის მე არ ვიცი რატომ გაძე ხო ყოველთვის ვიცი ხომ რომ ერთი ენერგია რაც მომდის, იმას მივყვები და ეს ენერგია ყველაზე აქტიური იქნება და ისეთი მდგომარეობა, სადაც ოჯახი არის ჩარეული, ხვდებით? აი სადაც ოჯახის ჩარევის შიშის მდგომარეობა, სადაც დედა ვერ მიიღებს რაღაცა რატომღაც ხშირია ხოლმე ხო ეს რაღაც ვერ იღებენ მშობლები 50 წლის შვილებისთვის
ქალბატონებს რაღაც სხვა სელოდებიან, ოღონდ რას არ ვიცი ხომ ეს სიმართლე გითხრათ. მიყვარს ეგეთი მშობლების. თავარია ადამიანი იყოს ბედნიერი. ამ მნიშვნელობა აქ ვისთან იქნება. თვითონ წყვიტავს ხო? თვითონ უნდა იყოს იმ ადამიანთან. აქ იქნება ეს მომენტი. შეჯახებაც გექნებათ, მაგრამ ურთიერთობაში იქნება ის მუშაობა და იქ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, თქვენ აუცილებლად გადახვალთ ურთიერთობის სხვა ეტაპზე, ანუ დაოჯახებაზე, ერთად ყოფნაზე, მაგრამ გეტყვით, რომ უახლოესი პერიოდი თლაც ოჯახს დაელოდებით, ხო, აი უფრო მე ესე ვიტყოდი, რომ სადღაც ალბათ უფრო სადღაც 5-6 თვე მაინც დასჭირდება ამ ადამიანს კიდევ იმისთვის, რომ გავიდეს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, აი რომ დაალაგოს თავის შინაგანმესთან ეს შიშების დაძლევის მდგომარეობა, ხო, აი სადღაც ხა 6 თვე, კაკრას ზუსტად ცოტა ისე გამოვიდა. ზუსტად გამოვიდა სადღაც წლის ბოლოს, ხო? ასე რომ წლის ბოლოსკენ უფრო იქნება ის მომენტი, როდესაც ადამიანი რაღაცა ნაბიჯს გააკეთებს უკვე თქვენთან რაღაცა დაოჯახების, ერთად ყოფნის რაღაცა ის სიტუაციურად, ხო? ამ ეტაპზე ესე გეტყვით, რომ სიტუაცია ვითარდება, სიტუაცია განვითარდება, თქვენ გიქნებათ რაღაცა პატარ-პატარა გადასალახი ფაქტორები, მაგრამ ამ ფაქტორებს აუცილებლად გადალახავთ. ამ ადამიანს თქვენს მიმართ გადაწყვეტილება მიღებული აქვს თქვენსკენ. უბრალოდ სჭირდება დაალაგება. აი რაღაცა ტაიმ-აუტის აღება, იცით როგორი ტაიმ-აუტის აღება? როდესაც აი გონება გავთიშო ყველაფრისგან, შენთან სიმშვიდე მაქვს, ვიცი რომ გიყვარვარ, ვიცი რომ მიყვარხარ, ვიცი რომ მე შენ აგირჩიე, მაგრამ ეხლა მჭირდება გაჩერება ყველაფრის იმის გამო, რომ სადღაც რაღაცა დავალაგო. და აი რომ დავალაგებ, მერე გადავდგა ნაბიჯი, ხო? ესე გეტყვით, რომც ვერ დაალაგოს და რომც მიუღებელი იყოს მაინც მისი მშობლებისთვის ეს სიტუაცია, რატომღაც ეს მშობლები ძალიან მიტივტივებს, არ ვიცი ხა ესე მომდის ინფორმაცია, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს ის მომენტი, რომ მე ამ მშობლებთან ვერ დაალაგოს მშობლებთან, ეს ადამიანი მაინც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ თქვენთან ერთად იყოს. ხვდებით? ანუ აქ არ აქვს მნიშვნელობა მოაგვარებს თუ ვერ მოაგვარებს, ეს ადამიანი თქვენთან ირჩევს ყოფნას. უბრალოდ თქვენც გექნებათ რაღაცა პატარა შეკამათება იმ ხრივ, რომ თქვათ რა როგორანაირად დაალაგოს, ხო, რაღაცა დაჩქარების მომენტიდან, ნუ აქ მომენტ პირველ ვარიანტთან დაჩქარებას შევეშვათ, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის, ანუ არ დავაჩქაროთ, მივყვეთ დინებას, მივცეთ ადამიანს მოქმედების საშუალება იმისთვის, რომ უფრო უკეთესად დაალაგოს და უფრო უკეთესი შეკრული ურთიერთობა და მდგომარეობა იყოს, ხო? შეძლებს ეს ადამიანი ამ ყველაფრის შეცვლას, უბრალოდ მიეცით საშუალება და დრო კიდევ სჭირდება. ნუ სადღაც 6 თვე მაინც კიდე სჭირდება ამ ადამიანს ამ ყველაფრისთვის. მოკლედ აი ესეთი სიტუაცია არის პირველ ვარიანტთან. საკმაოდ საინტერესო წყვილი ხართ, მე ესე ვიტყოდი და ეს წყვილი ძალიან ბევრ რამეს გადაიტანს. როგორც ასეთი არ იქნება პრობლემა გადატანის, იმიტომ რომ ძალიან კარგად გესმით ერთმანეთის. ხვდებით, აი სუნთქვით იგებთ რა როგორ რანაირად ესე რომ ვთქვა. აი, მეორე ვარიანტი ვინც აირჩია იასამნის ფერის სანთელი. ნახოთ, მეორე ვარიანტი, რა სიტუაცია მოვიდა. რა სიტუაცია გაქვთ ახლა ამ ეტაპზე და როგორ განვითარდება ეს სიტუაცია. რა სიტუაცია გაქვთ ახლა. ნუ, ახლა ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ აქ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს
აი აქ უფრო არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები დასრულებულია როგორც ჩანს ურთიერთობა. აქ როგორი მომენტია, აი მეორე ვარიანტში ვიტყვი რომ ქალბატონები განსაკუთრებით რაღაცა დაიღალნენ ლოდინით, როდის გადაწყდებოდა, როდის დამთავრდებოდა სამკუთხედი მდგომარეობა, პირდაპირ ესე ვიტყვი და პირდაპირ აღმართეს ძალიან დიდი კედელი ურთიერთობაში და შეიძლება ითქვას რაღაც მომენტში დასრულებული მდგომარეობას ხედავთ ახლა, ხო? ეს არის სიტუაცია, როდესაც ჩანაფიქრი, ურთიერთობა, რომელიც უნდა განვითარებულიყო, თქვათ, სიკეთისკენ, ხო, სიყვარულისკენ, რაღაცა წარმატებისკენ, აქ აშკარად არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება ითქვას თქვენ შორის კამათიც კი იყო. მე არ ვიტყვი ხარ რომ ხელსართული ომი იყო, მაგრამ აქ კამათი იყო. აქ სამკუთხედის მდგომარეობა არის ნამდვილ. აქ როგორი მომენტია იცით, რომ აი პირველ ვარიანტში იყო უფრო ოჯახური ჩარო, მაგრამ აქ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აქ არსებობს მეუღლის მდგომარეობა. აქ არის დაოჯახებული წყვილი. შესაძლებელია ნახეთ ახლა სამკუთხედის სიტუაცია მაინდა-მაინც მარტო მამაკაცის არ არის ხოლმე რომ ვიღაცა ქალბატონი არსებობს მეუღლის სტატუსით, ხო? არის შემთხვევები, როდესაც ქალბატონის მხარეს არის ვინმე მამაკაცი, რომელსაც მეუღლე ქვია. აქ ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტთან ამ ეტაპზე დასრულებულ ურთიერთობას ვუყურებთ, სადაც კონკრეტულად სამკუთხედ სიტუაციაში იყავით, ხო? კონკრეტულად ვიღაცა კონკრეტული ადამიანი იყო ამ ადამიანის გვერდზე, უბრალოდ იყო არა, არის ამ ადამიანის გვერდზე, თქვენ მოგბეზრდათ, შეიძლება ითქვას ეს სულ გაურკვეველი სიტუაციაში და სულ რაღაც გადაუწყვეტელ სიტუაციაში ყოფნა და სულ რაღაცა დაპირებების მოსმენა და უბრალოდ გაერიდეთ, უბრალოდ გაუშვით, უბრალოდ მიეცით ადამიანს საშუალება იმისა, წასულიყო, ხო? ანუ უბრალოდ წასულიყო რა, შეიძლება არც უნდა წასვლა, მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ ეს მომენტი, რომ ეს ადამიანი უნდა გაგეშვათ. აი, ნახოთ აბა ეს როგორ განვითარდება ეს სიტუაცია. როგორ განვითარდება ეს სიტუაცია? ანუ ადამიანი, რომელიც წასულია, ოღონდ სამკუთხედი ურთიერთობა არის. როგორ განვითარდება? უახლოეს პერიოდში. აქ საკუთარ თავის ფასს კიდევ უფრო მეტად აამაღლებთ, ესე ვიტყოდი პირველი მეორე ვარიანტი, ბოდიში. აქ როგორი მომენტია, როგორ განვითარდება? თქვენ მაქსიმალურად გადაერთვებით სამუშაოზე, თქვენ მაქსიმალურად გადაერთვებით თქვენ თავის გალომაზებაზე კიდევ უფრო მეტად, იმიჯის შეცვლაზე, მატერიალურად უფრო მყარდა, შეიძლება ახალი სამსახურით დაიწყოთ, შეიძლება ახალი წამოწყებები გქონდეთ. თქვენ დაიწყებთ რაღაცა უახლოესი პერიოდი საკუთარ თავზე როგორ ზრუნვას, იცით? აი აქამდე შეიძლება ზრუნავდით, მაგრამ ეს სხვა ზრუნვა იქნება, ხო? როგორ განვითარდება? ექნება ამ ადამიანს თქვენს მიმართ ძალიან დიდი ეჭვიანობა და რატო ექნება? ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ იმდენად დაიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას, იმდენად დაიწყებთ საკუთარ თავზე ორიენტაციას და განათლების კუთხით, სამსახურის კუთხით, ვიზუალის კუთხით, რომ ამ ადამიანს ექნება ეჭვიანობის მომენტები. ეს ადამიანი ეცდება ნელ-ნელა ისევ შემოვიდეს, ანუ ეცადოს შემოვიდეს თქვენს ურთიერთობაში, ხო? ანუ ყველანაირად ბრაზის მომენტებიც რო ექნება, ხვდებით, რომ აი რა როგორ თუ აი გამიშვა, რო ეკითხა, ვუყვარდი და ნახეთ როგორ მომენტი, ყველაფერი ესე მარტივად ერთი ხელის მოსმით დათმო, წავიდა, უბრალოდ გამაგდოთ რაღაც მსგავსი მომენტი და ნახეთ როგორი მომენტი არის და თვითონ
საღოლო ხო აი რაღაც ეს მომენტი რო აქვს ხომ რომ ანუ შენ ესე იგი არ გეტკინა ჩემი დაკარგვა და შენ არ გეტკინა ჩემი რაღაცა ტკივილები რომ აი მიმატოვე ან რაღაც მსგავსი და მე მიყვარდი და რაღაცებს გეგმავდი და ასე შემდეგ ხო ანუ ეს სიტყვები რომელსაც გეუბნებათ ეს ადამიანი და იქნება ეს ძალიან დიდი ესეთი ბრაზი და ეჭვიანობის მომენტი, რომ ანუ შენ ცხოვრებაში შეიძლება ვიღაცა სხვა არის და იმიტომაც გამიშვი მე ჩემი შენი ცხოვრებიდან, ხო? რაღაც ეს მომენტი ექნება. ну, კაი, ხედი საფხული ველოდებათ მეორე ვარიანტი ესე რომ ვთქვათ. ხო, აი, მე ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ძალიან იმანიპულატორებს მე ესე ვიტყოდი ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში და იცით როგორი მანიპულატორული მომენტები ექნება რომ ძალიან ცუდად არის რომ ძალიან უყვარხართ რომ უთქვენოთ ვერ შეძლებს რომ უთქვენოთ გამორიცხულია რომ რაღაცა გააკეთოს და აი გადადგავს ნაბიჯს და ცოტაც აცადეთ და აი შენ არ გინდა რომ მომცე შანსი აი მსგავსი მომენტები პირდაპირ გეტყვით მეორე ვარიანტი გექნებათ ადამიანი მაქსიმალურად იცდება რომ თქვენს ცხოვრებაში თუ კი გამოჩნდება ვინმე ყველა დაგიფრთხოთ მაგრამ მე გეტყვით იმასაც რომ რა იქნება დღევანდელი ურთიერთობა გასაგებია რომ დაასრულეთ და ამ ადამიანის ეჭვიანობის მომენტები ექნება მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით რომ თქვენ თუ ამ ადამიანს არ მისცემთ ამ მანიპულატორობის მდგომარეობის ასე ვთქვათ თავზე მოგახვიოთ, თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც რაღაც ეს მსუბუქი ფლირტით დაიწყება ეს ყველაფერი, საკმაოდ ემოციური, საკმაოდ საინტერესო. მე ესე გეტყვით, რომ ეს ადამიანის შესაძლებელია რომ თქვენზე ასაკითაც პატარა იყოს. რატომღაც ესე მომდის მდგომარეობა და გეტყვით რომ აი თქვენ როგორც გითხარით შეიძლება სამსახური შეიცვალოთ თქვა აი თუ კი სამსახურს შეიცვლით და თქვათ თქვენთვის ეს რეზონირდება ხო აი რაღაცა აპირებთ სამსახურს ან შეიძლება არც იცვლით სამსახურს მაგრამ ნახეთ როგორ მომენტია ვიღაცა ანუ ახალი გემატებათ სამსახურში მე ესე გეტყვით რომ ეს სამსახურებრივი რომანის მომენტი იქნება სადაც საკმაოდ სასიამოვნო ემოციებს მიიღებთ. ისე რომ მეორე ვარიანტი ეს ურთიერთობა თუ დაასრულეთ ბოლომდე, იმისთვის რომ სამყაროსგან მიიღოთ ურთიერთობა, რომელიც მოგცემთ ძალიან კარგი ემოციას, რომელიც მოგცემთ ძალიან კარგ და სასიამოვნო განცდებს. არ მისცეთ საშუალება ამ ადამიანს იმ მანიპულატორებს პირდაპირ გეტყვით და კიდევ ერთხელ კარგად დაიმახსოვროთ ეს მომენტი, რომ ეს ადამიანი არ წამოვა ოჯახიდან. აქ არის ოჯახი და ეს ადამიანი თუ გპირდებათ იმას, რომ დღეს თუ არა ხვალ და ცოტა ხანი კიდე მაცადე და აი ბავშვები წამოიზრდებიან და ეხა ხო არ მივატოვებ და რაღაცა ცოლს რაღაცა არის ხომ ესეთი შემთხვევები, რომ აი ძალიან ისეთი დაავადება აქვს და მეცოდება და ხო არ მივატოვებ. ბევრი ყოფილა ესეთი შემთხვევა, პირდაპირ გეტყვით. თორე აი რაღაცა წლებია მე საერთოდ არაფერი არ მაქვს ადამიანთან რაღაცა 10 წელიაც არ გქონია ურთიერთობა ფიზიკური და გავიხედავთ და ბავშვი არის წლინახევრი და კი მაგრამ ჰაერიდან მოვიდა ეს ბავშვი ხალხო ანუ აი მიჩნდება ეს კითხვა რომ თუ 10 წელი ურთიერთობა არ აქვს ფიზიკური წლინახევრი შვილი როგორ ყავს ან რაღაცა ზოგს 2-3 თვის შვილი აი უბრალოდ ვერ ხვდები ხო ხვდებით ხო და ეს არის ის მდგომარეობა როდესაც ადამიანი ორ სკამზე კარგად გრძნობს თავს, იქ რაღაცა თავის მომენტი აქვს და თავისთვის არის, აქ თქვენთან რაღაცა დაიცლება ემოციებით შეივსება, რაღაც შეიძლება კარგ გემრიელს ადილებსაც ამზადებთ და კარგად დანაყრდება ხო თქვენი იმედი აქვს რაღაცა გაჭირვებაში არის, რაღაცა პრობლემა აქვს ფინანსური, შეიძლება თქვენ იმდენად რესურსული ადამიანი ხართ, იმდენად კარგად გაქვთ ყველაფერი, რო იტყვიან რუსული გამოვიდა თქვენ პაპოლოჩკა, ცოტა რუსული მიყვარს ფოთაშორის. და ხშირად ვიყენებ ხოლმე და ფოტოში დამისთვის. მაგრამ აი კარგად აქვს თაროებზე შემოლაგებული ყველაფერი. ხო აი რაღაც იცის ამის მერე ამას აკეთებს იმის მერე იმას აკეთებს იქ რაღაცა აგროვებს მანქანისთვის იქ რაღაცა ბინისთვის იქ რაღაც სამოგზაუროდ ანუ ადამიანი ხართ როგორ იცით აი ყველაფერი რო შეგიძლიათ აი მთელი ცხოვრება რო საკუთარ თავს თქვენ პატრონობთ მარტო თქვენი ცოდნით, თქვენი შრომით, თქვენი ადამიანობით გაქვთ მიღწეული, ხო? აი რაღაც ყველაფერი ძალიან ისეთი კარგი რესურსით, ხო?
შეიძლება ბევრი ჯერ ტკივილიც გქონიათ, მაგრამ მაინც გაღიმებული და ბედნიერი სახე გქონიათ. აი ზუსტად ეს მომენტი, ანუ ეს თქვენთან შეივსება ამ ყველაფრით, რაც დასჭირდება თქვენგან ამ ყველაფერს იღებს და დაპირებებით გკბებავთ, ხო? მაგრამ ეს კაცი არასდროს არ არის წამსვლელი და არასდროს არ არის წამომსვლელი, ასე რომ მანიპულატორულ მდგომარეობაში, გაეხვევით და იტკენთ გულს, წარსულ თუ გადაწყვეტეთ, რომ წარსულში დატოვეთ. თქვენი ნება, მე არავის არაფერს არ ვაწევ, უბრალოდ გეუნებთ. და თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, როგორც გეუნებით, თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, თქვენივე სამსახურობრივ წრეში, რომელთანაც გექნებათ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ემოციური კავშირი. და კიდევ ერთი მინიშნებაც ის არის, რომ ეს ადამიანი იქნება თქვენზე პატარა ასაკით, ხო, რაღაცა 1 წლით, 2 წლითაც შესაძლებელია, ხო, უფრო პატარა არა. აი ესე გამოვიდა მეორე ვარიანტი თქვენი სიტუაცია და თქვენი განვითარება სიტუაციის. ბედნიერებას გისურვებთ მეორე ვარიანტი. და ნახოთ მესამე ვარიანტი, ვინც აირჩია. ნახოთ რა სიტუაცია მესამე ვარიანტთან. და როგორ განვითარდება ეს სიტუაცია. მესამე ვარიანტი სიტუაცია, ნახოთ. ისე ყოშინია. ხო, აქ ცოტა სხვანაირად არის სიტუაცია მესამე ვარიანტთან და ნახეთ რა ხდება. აქ შესაძლებელია კოლეგებიც მიყურებდეთ. აქ არის მომენტი, როდესაც ადამიანს თქვენი ეშინია. მაგრამ იმდენად აქვს სურვილი თქვენთან ყოფნის, რომ ძალიან დიდ გაურკვევლობაში. აქ არის დაკარგვის შიშიც. აქ არის იცით როგორი მომენტი შიშიც, რომ მე ესე ვიტყოდი, რომ მე ვერთად ამოვიდა. აქ არის ესეთი მომენტი და ესეთი შიში, სადაც სიტყვა ნათქვამი არ აქვს, პასუხი გაცემული გაქვთ. ადამიანი ძალიან დიდ შიხშია. და აქ არის, აქ უფრო ესეთი მომენტი არის. აქ არის მდგომარეობა მესამე ვარიანტთან, როგორი მომენტი იცით კიდე? გარდა იმისა, რომ ამ ადამიანს აქვს თქვენი ძალიან დიდი შიში იმ მხრივ, რომ შეიძლება მის აზრებსაც კითხულობდეთ. შეიძლება მის რაღაცა ფიქრებსაც კითხულობდეთ. თქვენს ვარ ძალიან დიდი ვნება აქვს, ძალიან დიდი ემოცია აქვს. ადამიანი ამოუწყურავი მდგომარეობა რო არის მისთვის. და ძალიან დიდ გაურკვევლობაში არის. შეიძლება ითქვას თქვენი ურთიერთობა არის გასაიდუმლოებული ურთიერთობაც და აქაც რაღაც არ ვიცი სამკუთხედი და ოთხკუთხედი მდგომარეობები რატომ მოდის ხოლმე ესე. აქ უფრო იცით როგორი მომენტი არის, როდესაც ადამიანისთვის ხართ იმდენად ოჯახი, ნახეთ. არ ვიცი რას ასწავლით ესეც ამ ადამიანს, მაგრამ თქვენთან ურთიერთობით ეს ადამიანი ფაქტიურად გაიზარდა. გაიზარდა იმას ვთქვათ, პატარა ასაკით ვთქვათ და რაღაცა 15 წლის ბიჭია და თქვენ გაზარდეთ. არა, ნახეთ, თქვენ იმდენი ცოდნა გაქვთ, თქვენ იმდენი გამოცდილება გაქვთ და იმდენად კარგად ხართ, გათვითცნობიერებული, სულიერი მდგომარეობაც
კარგად გაქვთ ამაღლებული ხვდებით. აი აქ კიდევ ერთხელ ვიძახე, შესაძლებელია რომ ჩემი კოლეგებიც იყოთ ფსიქოლოგიური კუთხით ადამიანები, მასწავლებლები, პედაგოგები ხო, რაღაც ადამიანები, ვისაც მიღებული აქვს ძალიან დიდი ცოდნა და აი ამ ცოდნას სხვასაც გადასცემენ. ეს ადამიანი აი მაგიტომ არის ჩიხში შესული. აქ არის რაღაც მომენტში თქვენი ურთიერთობა როგორი გასაიდუმლოებული მომენტიც იცით, რომ აი ადამიანს ეშინია კიდე იმის თქმა, რომ აი თქვენნაირ ადამიანთან ხა სწორად გამიგეთ თუ კოლეგებთან მაგ საუბარი ხა არ არის მარტივი პარტნიორმა წარგადგინოთ ხო გამარჯობათ გაიცანეთ ეს რაღაც ეზოთერიული კუთხით მუშაობს რაღაც ესეთი შეუძლია წაიკითხოს თქვენზე ინფორმაცია და ასე შემდეგ ხო ეს არ არის მარტივი სათქმელი მით უმეტეს მამაკაცისთვის განსაკუთრებით ოჯახთან წარდგენის დროს, ხო, რაღაცა რომ კითხვას რომ დასვამენ, რომ და საქმიანოთ და იცით მე ეზოთერიკოსი ვარ, რაღაც ტაროშლი და ასე შემდეგ და ასე რომ წვენდებს ვატარებ და რაღაც ანუ ცოტა უცნაურია, ხო? აი თუ ამ კუთხით არის, აი აქ ეს მომენტებიც არის. რატომღაც ეს ინფორმაციაც მოდის. აქ არის ადამიანი როგორ არის იცით, აი თან თქვენ დაკარგვის ეშინია, თან ამ სიტუაციიდან როგორ უნდა მე არ ვიტყვი რომ უნდა გასვა არა იმიტომ რომ თქვენ მისთვის ძალიან დიდი მასწავლებელი ხართ მართლა და თქვენ ამ ადამიანისთვის ხართ აი როგორი ოჯახი იცით რომ სადაც შეიძლება ითქვას ივსება ადამიანი აი ჰაერივით რო სჭირდება ხვდებით ჰაერივით უნდა აქ თქვენი ურთიერთობა მე ვერ ვიტყვი ვერც წასულს და ვერც დასრულებულს ხო ხა ამ სიტუაციაში მაგრამ შეიძლება ითქვას რომ თქვენი ურთიერთობა ცოტა გრევის პირას არის იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია იცით აქ როგორც ჩანს ასე რომ თქვა ბეძბეჭკებს ადამიანებს რომლებიც მათ იციან რა უნდა თქვდებით ახლა ქურუმი ქალი აი ჩემთვის არის არკანი, როდესაც ადამიანს უკვე იმდენი აქვს გამოვლილი, იმდენი აქვს ნანახი და იმდენად აფასებს თავის თავს და იმდენად იცის რა უნდა ნახეთ, კონკრეტულად იცის რა უნდა. აი ეს ამას ჩაანაცვლებს არა. კი, შეიძლება რაღაცა ისე ვთქვათ შაქარი ჩაანაცვლოს სახარინმა. ორივე დაატკბ, ანუ სახარინიც დაატკბობს, ხო, მაგრამ არა, არ უნდა შაქარი. всё, დამთავრდა. რაღაცა ჩამნაცვლებელი, რაღაცა შემნაცვლებელი მდგომარეობები ამ ადამიანს არ სჭირდება. აქ შეიძლება ითქვას, რომ თქვენგან მოდის სიტუაცია, როდესაც მოდი გამოირკვიე რა გინდა. იმიტომ რომ მე ვიცი რა მინდა. მე ვიცი როგორ მინდა, მე მინდა შენთან თქვა ოჯახი, მე მინდა რაღაცა უფრო სტატუსიანი ურთიერთობა და ახლა მოდი შენ ჩამოყალიბდი შენ რა გინდა, ხო? აქ არის რაღაც მომენტში ცოტა გრევი ნახეთ შეიძლება ითქვას რომ მე ესე ვიტყოდი რომ ქურუმი ქალი ცოტა პრინციპული ადამიანიც არის. შეიძლება ძალიანაც არ უნდოდეს ამ ურთიერთობის დაკარგვა, ან არ უნდოდეს ამ ურთიერთობის გაშვება და ძალიან მტკივნეულიც იყოს, მაგრამ ამას არ შეიმჩნევს. და ისე დაანგრევს, აი თვალს არ დაახამხამებს, ხვდებით? ძალიან თავისუფლად, ძალიან უმტკივნეულოდ, ну რა თქმა უნდა, რა უმტკივნეულოდ, ყველაზე მეტად ეს მე ესე ვიტყოდი რომ სულიერად განვითარებული ადამიანების უფრო მეტი ტკივილი აქვთ, იმიტომ რომ ფიზიკურად კი არ ტკივათ, მათ რაღაცა ის რაღაც დროებითი გონებრივი მომენტი, არა, მათ სულის ტკივათ, ასე რომ აქ ტკივილები ნამდვილად იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს, იმას აუცილებლად ბოლომდე გაყვება.
აი ეს მომენტია და შეიძლება აქედან გამომდინარე დგას აი ეს გაურკვეველი სიტუაციის, თუმცა მე არ ვიტყვი რომ ჯერჯერობით ნამდვილად არ არის აქ ურთიერთობა დანგრეული, მაგრამ ის თითო აგური ჯერჯერობით ზემოდან ვხვდებით და არა ქვემოდან, ამიტომ ჯერ შეიძლება რომ სიტუაცია დაალაგდეს. ნახოთ როგორ განვითარდება ურთიერთობა. ისიც რა არის, ნახეთ, მე ვერ ვიტყვი რომ აქ ურთიერთობა არ განხდება, ანუ არ განვითარდება, აქ ურთიერთობა განვითარდება, აქ ურთიერთობა წავა. იმიტომ რომ როგორც კი ეს ადამიანი თქვენს და კარგვის მდგომარეობას წარმოიდგენს, მაქსიმალურად ეცდება რომ პირიქით მეტი გააკეთოს. თქვენ ეცით რაღაცა მომენტში აქ იქნება დაბალანსებული სიტუაცია. შესაძლებელია თქვენ დააბალანსოთ რაღაცა იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც იტყვით რომ მოდი მე ბედნიერი ვარ და მოდი ცოტახანი ესე გავაჩეროთ. კი, მინდა თქვათ და რაღაცა ჩემი სიტყვას არ გადავდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეც მაქვს რაღაც ის მომენტი, როდესაც მოდი ცოტახანი კიდე დავაკვირდები და ცოტახანი კიდე რაღაცა მივცემ საშუალებას, რომ გამოერჩიოს და გამოერკვიოს. თუმცა მე ვიტყვი, რომ აქ ურთიერთობა იქნება აქტიური და მე ესე ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში თქვენ მიაღწევთ იმას, რაც გინდათ. იმიტომ რომ აქ ადამიანი მიხვდება, რომ თქვენთან მიმართებაში, თქვენთან ყოფნის მდგომარეობაში ეს ადამიანი არის ძალიან წარმატებული, საინტერესო, ბევრ რაღაცას სწავლობს, ბევრ რაღაცით ვითარდება, ემოციები ვნება და რაღაცა თვითშეფასება ამ ადამიანის თქვენთან ურთიერთობისას კიდე ვიტყოდი, რომ კარგად მიეცით, ხო? აქ იქნება ურთიერთობის მდგომარეობა, შეძლებთ სიტუაცია, აი გაურკვეველი სიტუაციიდან გასვლას შეძლებთ და ძალიან სამართლიანადაც იქნება ეს ყველაფერი და თქვენ გექნებათ ოჯახი. მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ ყველაფრისთვის იმუშავებს, არ გაჩერდება. შეიძლება ეხა გაურკვევლობაშია, აი რაღაცა არ იცის როგორ უნდა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, მაგრამ იმუშავებს ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, ხო? ადამიანი ეცდება ყველანაირად დაალაგოს ისე სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში შედეგი იყოს რაღაცა ბედნიერების, წარმატების, იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მე არ ვიცი ფაქტიურად ასწავლეთ ოჯახური ცხოვრების ესე ვთქვათ ინტერესი გაუჩინეთ, შეიძლება ითქვას, აი რაღაცა ეს მომენტიც არის აქ. ასე რომ მესამე ვარიანტი აქ ცოტა დროის ფაქტორი იქნება და მოგიწევთ თქვენც რაღაც ცოტა ეს დროის ფაქტორი რაღაცა ყველგან ისეთი მომენტი არის, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ სადღაც ესე 4 თვეში დაახლოებით თქვენთან უფრო ადრე დადგება ეს სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში რთველი რო იქნება და რთველს რო აიღებს მოსავალს მერე ალბათ გადადგავს ამ ნაბიჯს, ხო? ნუ აი რაღაცა ტუბიკასა კახელებზე გავაკეთე მე მგონი გაშლა. ესე გამოვიდა ხო რთველი ძირითადად იქეთ არის. აქ იქნება განვითარება, ოღონდ დაელოდეთ ამ განვითარებას სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამისთვის ემზადება და აუცილებლად დააბალანსებს და აუცილებლად თქვენ ურთიერთობას აი ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებს ამ ადამიანს, ესე ვიტყოდ. და რაღაცა ძალიან ჭკვიანი ქალბატონები მიყურებენ, მესამე ვარიანტი, ესე ვიტყოდი. კარგად. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან, წარმატებას, ულევ სიყვარულს და იმედია დაგეხმარებათ ცოტათი მაინც რაღაც ინფორმაციულად ჩემი გაშლებით. დროებით.